ძალიან მაგარი კადრით დაიწყო ეს სერიალი. შეიძლება ითქვას, რომ ეგრევე ჩამითლია, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით უყურებდი, იმიტომ რომ უკვე არაერთხელ გამიცრუა იმედები Game of Thrones-მა და ამ სამყარომ, მაგრამ მაინც მივეცი შანსი ბოლომდე უყურე და მომენტ მაგრა გაასწორა. მე ვარ ზუკა, ეს არის არხი ვებერთელა და მოდი ცოტა ვისაუბროთ 7 სამეფოს რაინდზე. იქნება პატარა სპოილერები და გთხოვთ კიდევ გამოიწეროთ არხი. სამეფო კარის თამაშებისგან განსხვავებით ეს სერიალი არის ერთ ტიპზე. აქ არანაირი აი ტახტისთვის ბრძოლა და არანაირი ინტრიგები ოჯახებს შორის არ გიწევს რომ რაღაცა თვალყური ადევნო ამდენ პერსონაჟს და ვინ არის ვისი რას ადევს ანუ აი ბევრი რაღაცა ესეთი დისკომფორტი რაც ახლავს რა წინა სერიალებს ანუ დრაკონის სახლს და სამეფო კარის თამაშებს აქ არ არის ბევრად უფრო მსუბუქი არის აი თითქოს სულ სხვა ჟანრის სერიალი არის ერთ ტიპს მივყვებით რომელსაც უნდა რომ იყოს რაინდი და სულ მაგას ჩალიჩობს სულ უნდა რომ ნაბიჯებს დგავს იმისთვის რომ გახდეს რაინდი და დაბრკოლებებიც აი მაგ გზაზე ხვდება და როგორ ლახავს აი ამ ყველა დაბრკოლებას ძალიან საინტერესო არის მაგრამ ყოველთვის გვახსენებს ხოლმე რა ეს სერიალი რომ ეს Game of Thrones-ის სამყაროში ხდება რომ ჯორჯ R.R. მარტინის დაწერილია ხო ნუ ეგ გვახსენებს ხოლმე თავს და კი ანუ განსხვავებული ემათგან, მაგრამ მაინც იგივე სამყარო არის და ეს სისასტიკე და მოულოდნელობებით სავსე მძიმე სიურპრიზები ეგეც არის აქ თავისთავად. ოღონდ აი ძალიან კარგად და გემოვნებით გაკეთებული. დასამახსოვრებელი მომენტები რა იყო ამ სერიალში. ბევრი იყო ეგეთი. თუნდაც მეორე სერიის გრანდიოზული დასაწყისი რთული იქნება მაკადრის თავიდან ამოღება. მეოთხე სერიაში იყო ძალიან მაგარი აი სიტყვით გამოსვლა და აი რაღაცა საოცარი გამოყენება იყო Game of Thrones-ის ორიგინალი საუნდტრეკის. ეპიზოდის ბოლოს აი ძალიან გაასწორა. აი ხა მეხუთე ეპიზოდი, ნუ ეგ არის აი ყველაზე აი მაღალი წერტილი მაგ სერიალის. ეგეთი მაგარი ბრძოლა, აი რავი, აი ძალიან დიდი ხანი არ მინახავს რა. საოცრად არის გაკეთებული იყო, აი ძალიან კარგი იყო, ძალიან. აი ეგრე თუ გადაიღეს ბრძოლები აი რა ყოველთვის უყურებ, იმიტომ რომ აი რაღაც ხელოვნება იყო რა. ისიც აი ბოლო მთავარი ბრძოლა რა, მაგ ეპიზოდის და აი დასაწყისშიც კიდე ფლეშბექი რო არის. ბავშვობას რო ხედავთ და იქ რო თუ ორ ტიპს რო შეებრძოლება სერ არლენი, ეგეც მაგარი გაკეთებული იყო, ძალიან აგრესიული, ძალიან სწრაფი და აი ძალიან ეფექტური ბრძოლა იყო. სერ დანკს თამაშობს პიტერ კლაფი და მაგარი დამაჯერებელი ტიპია რა. აი თავისი გარეგნობით, აღნაგობით, ფიზიკური მონაცემებით, მოძრაობით, აი დააკვდა ამ როლს რა პირდაპირ შეიძლება ითქვას და ძალიან რთულია წარმოიდგინო, აი სხვას კიდევ შეეძლო ეს საკაიფოდ შეესრულებინა ეს როლი, მაგრა გაასწორა ამ ბიჭმა რა. და მისი პარტნიორი კიდე აი ეს ბავშვი, დექსტერ სოლანსელი კვერცხი. ეგეც მაგარი კაი ტიპი გაიჩიტა. კაი დუეტი შედგა ამისგან ქიმია გაიჩიტა ამათი და რავი, ძალიან საინტერესო გამოვიდა მოკლედ მათი დინამიკა. ეს კვერცხი კიდე აი თუ გახსოვთ, აი ეს პერსონაჟი სამეფო კარის თამაშებიდან, ეს არის ამის უმცროსი ძმა და შეშლილი მეფის მამა. ოღონდ ეს სერიალებში და წიგნების მიხედვით ბაბუა არის შეშლილი მეფის. მე ეს უბრალოდ აი საინტერესო ინფორმაცია თქვენთვის. და რავი ეს წერალი კიდე ეს ჯორჯ R.R. მარტინი რა მინდა თქვა რომ მაგარი ახვარი კაცია რა. ბიჭო აი პოზიტიურად დაგვტვილთავს რა და მე გადაგამცხრობს ყველაფერს თავზე. აი რაღაც უბედურებას გააკეთებს და ამას მაგრა ეფექტურად ახერხებს რა როგორც ამ სერიალში და ნუ ამ ნოველებში და ისევე ნუ ყოველ მის წიგნში. ანუ იცის როგორ უნდა დამუხტოს ადამიანი გინ პოზიტიურად, გინ ნეგატიურად და მე გადაატრიალოს ეგრევე აი წამში ეს მუხტი ან პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ, ნეგატიურიდან პოზიტიურისკენ. ეს ძალიან მაგარი უნარია და ამ უნარის გამო არის ზუსტად რომ აი ესეთი წარმატებული არის ეს სერიალები და ამდენ ხალხს რომ ესე ძალიან უყვარს. როცა გაიქნებოდა რომ დაასრულოს ოდესმე წერა თავის წიგნებს. გავი ცუდზეც ვისაუბროთ კიდე. ცუდი მომენტი ის არის რომ ძალიან მოკლე სერიებია რა.
ამ სამყაროსთვის აი ნახევარსაათიანი სერიები ცოტა აი საცოდაობაა რა ანუ აი ყოველთვის დაუკმაყოფილებელი ხარ აი გაკლია რა მაგრამ ხარისხია ძალიან მაღალი და მაგასაც აქ ახსნა რატო არის ესეთი მოკლე ანუ ეს არის ნოველები არის აი მოკლე ნოველები სერ დანკისა და აი ეგის თავგადასავლები და რახან ესეთი მოკლე არის სერიებიც გამოვიდა მოკლე არ გაწელეს ტიპებმა ანუ ეცადნენ რომ მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყვნენ რა აი ორიგინალურ მატერიალთან და მაგიტომაც გაასწორა აი Game of Thrones-იც ხო, ანუ პირველი 4 სეზონი საოცრება იყო, იმიტომ რომ ძალიან ახლოს მიყვებოდნენ წიგნებს. თუ რაღაც სამატებდნენ, ისიც ძალიან ცოტას და მეხუთე სეზონიდან უკვე დაიწყეს სულ სხვა მიმართულებით წასვლა. რაღაც ხრივ ინერციითაც მიდიოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში გაექცათ რა, აი ისე გაექცათ, რომ აი რაღაც ნაგავი გამოვიდა საბოლოო ჯამში და დრაკონის სახლი კიდე აი მე არ მაქვს საკითხული, მაგრამ აი ვიცი ეს სანდო წყაროებისგან, რომ აი ერთ სეზონში, ორ სეზონში ჩაატევ რა, თლიან ამბავს რაც არის მოყოლილი, მაგრამ აი გაწურეს ბოლომდე, რავი, ნუ არ შეიძლება ეგრე რა, მაგიტომაც ცოტა მოსაწყენი გაიჩითა და ბევრს არ გაუსწორდა, არც მე გამისწორდა, მაგრამ ნუ იძახიან, რომ აი ფინალი იქნება რაღაცა საოცრებაო და აღარ დადგა ეს ფინალი რა, აი წელავენ, ეხლა მესამე სეზონი გამოვა და მე მეოთხე როდის იქნება კაცმა არ იცის, მაგრამ რაც თავარია ამ სერიალში 7 სამეფოს რაინჩი ძალიან ახლოს მიყვება ნოველებს და ეგ არის ძალიან კაი. მაგიტომაც ეპატიება რომ ნახევარსაათიანი ეპიზოდებია, ოღონდ ეს ხარისხი შეინარჩუნო. 3 ნოველა აქვს დაწერილი ამ სერ დანკზე და ეგზე, კვერცხზე. ეხლა პირველი გადაიღეს მეორე სეზონის გადაღება მეორე ნოველის მიხედვით, ეხლა მარტში იწყება და წესით უნდა გამოვიდეს 2027 წელს. ანუ დაახლოებით 1 წელიწადში. იმედია დასაწყისში იქნება და არა წლის ბოლოს. ანუ რა ვიცი, დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეგეც კარგი იქნება, იმიტომ რომ კაფიოდ იძახიან, რომ ახლოს ვიქნებით აი ორიგინალურ წყალოროსთან და აი თუ რაღაც დამატება იქნება, ესეც აი ძალიან ოდნავ შელამაზებაო რა და არაფერი რაც განსაკუთრებული გადახვევა ან ახალის მოგონება. ამიტომ პოზიტიურად ვარ განწყობილი იმასთან, რომ რაც კარგი იქნება. და ალბათ სულ ეს არის რა. მოკლედ, საბოლოო ჯამში გილჩევთ, ნამდვილად გილჩევთ ამ სერიალის ყურება. თან 3 საათში, 4 საათში მთლიან სეზონს ნახავთ და ნუ ეგეც რაღაც თავისებურად ასწორებს ერთ საყამოს შეგიძლია ჩაამთავრო რა. მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ არხი, კომენტარებში დაწერეთ რას ფიქრობთ ამ სერიალზე და რა ვისაუბროთ კინოზე, სერიალებზე. მე ვარ ზუკა, ეს იყო არქივები ბერთელა, აბა დროებით. წარმატებები.